მოგესალმებით, მე ვარ ლაშა ნათენაძე, ხმის ინჟინერი და დღეს განახებთ ჩემს სამუშაო დღეს კლუბ მონახოლში. დღეს გვაქვს flow event-ი, სადაც გვექნება ცეკვისა და რეპის ბეთლი. განახებთ რა აუდიო აპარატურა არის საჭირო ამ კონკრეტულ event-ზე, რას ვაკეთებ მე, როგორ ვაკეთებ და ასე შემდეგ. მოკლედ შევიდეთ და ვნახოთ შეგნით რა ხდება. გვაქვს Midas brand-ის მიქსერი, სადაც live-ის დროს აქ ვიქნები მე და აქედან მართავ ყველაფერს. Ჭირდება ლეპტოპი, სადაც მინდის ყველაფრის ცალ-ცალკე არხებად ჩაწერა. ასევე სცენაზე გვაქვს მეორე მიქსერი, სადაც პარალელურად ხდება მეორე კომპიუტერში ჩაწერა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში გქონდეს დაზღვევა, ვიყენებ სამ ძირითად მიკროფონს, პორს DJ, გვაქვს MBS მიკროფონები და всё, ანუ პატარა სეტაპია, მაგრამ ამ სეტაპს ჭირდება სწორად გამართვა იმის გამო, რომ როდესაც არტისტები დგან სპიკერების წინ, ყველაზე რთული არის ამ შემთხვევაში ბალანსის დაჭერა. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი სისტემაა, Clear Brothers-ის Liner სისტემა არის და საკმაოდ მძლავრია. დაახლოებით 80%-ზე რო ამუშავებ, ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის არტისტი, იმიტომ რომ ყურის მონიტორის გარეშე რეალურად შეუძლებელია ბიტი და თავისი ხმა ზუსტ ტემპში დაიჭიროს. მე ვუზრუნველყოფ თითოეული საუნდის დამუშავებას, თითოეული საუნდის სპიკერებში გაშვებას, პროცესინგს, რომელიც აუცილებელია როგორც მსმენელად, რომ მოხვალთ მონახულში, რომ თქვენთვის იყოს კომფორტული, სასიამოვნო და მაქსიმალური აიღოთ უშუალოდ არტისტისგან, იმიტომ რომ აქ რომ მოდიხართ არის პრიორიტეტი არტისტი. კარგი, მოკლედ, სულ ეს იყო აქედან, ამის მერე უკვე ჩავსვავ კადრებს, სადაც იქნება უშუალოდ საუნდჩეკის პროცესი და ნუ შემდეგ იქ გავიაროთ. ეს გაქვს ბუთზე ცალკე დასმული, რო იცოდე. ხო, ბუთზეა ისე, როგორც წინაზე. ჩართე? ეხა ბოლომდია ჩაწევი. ეხა გაუში ტრეკი და ბუთი გაუში. ეგ ვაშა დამოუკიდებელია. შენ ხარ. ორი წამი? მოიცა გათიშე ერთავს? კარგი, მოკლედ, შენ ხარ პირველი ნომერი. ჯიბეზე გავუკეთე. აშ ჯიბეზე ეგრევე. მოდი ტელეფონი მან ჩაიდე და მეორე ჯიბეზე გაგიკეთე. მოკლედ ეგეთი რაღაც, ეხა თუ ყურსას მეჩართე? სანჩე. ჩაკსავ მიკროფონსაც? დავაი? ისმის? ოკეი. შენ უკას აუწიოთ? ან ბიც დაუწიო. ლეგს დაუწიოთ ჯობია. ხო, და ის. ცოტა დავში გარეთ როგორ ისმის კი ხედავ შენთვანაც რა. ნორ? მაინც არა დარბაზში ეხა ძალიან იზილება რა. ცარიელ დარბაზში არ. ლეგს კიდე შენი ხმა გარკვევით გესმის ეხა ყველაფერი? გარკვევით გესმის შენი ხმა? ეხა კი. ეგრეთში დამაბრუნებო ყოლას თორეში მაგრამ კიდევ ცოდები ისედაც ქონდა ყოლას ეტენება უსტანაც კი ბიტი ქონდა ეს მოსიარულო რუბრიკატი მიკროფონდა არა ყველა პროსტა ლაივზე შეიძლება ცოტა მეტი მოგინდეს მაინც ბიტი გეტყვი რა მოიწ მაგრამ ანუ თავიდან ყველა ვარდში აქ ვარ ყველა ვარდში აქედან ვიწყებ თავიდან რომ პირველი რაუნდი მაინც აქ ვიყო პირველ რაუნდზე გავიგებთ ეხა შენ დიდი სხვაობა ქონდა რაუნდებს შორის რაში ანუ ხმი ხო ცვლილება ხმის. ანუ ყველგან თანაბრად ქონდა. ხმის ხო რა? იმიტომ რომ თუ ეგ სხვაობა არ გვაქვს ბიტებში, მაშინ всё ერთს რო გავასწორებთ მე. რაღაცა ანუ გავაცინებ რა უნდა გერდი რა მიკროფონში. მაგრამ ეგეც რო ავირდეთ თავიდან რა. შემდეგი არტისტის დროა. დავახარ. მე ნატრა ვარგი არა ეხლა. კარგად ისმის. ერთი გავტესტო ჯერ შენს გახურდი და მე შევამოწმოთ უკვე რა. ჯერჯერობით კაი. მაგრამ ჯერ გახურება გინა რა. ეს ჩვენი ლაშას დაბადების დღეა, მიულოცოთ ლაშას დაბადების. მადლობა. ჩვენი ხმის კაცი, ხმის კაცი არა, ყველა ლაივის ხმის კაცი. ლაივის ხმის კაცი რა, ეს რო არა, ჩვენ რა გვეშველებოდა რა.
შეშემოგული. მადლობა. ნავახარ. რა იგებ რა. ანუ სუესია. ნახოთ და. აი. აუწიო. ამ სეზონების განმავლობაში გვერდში გვედგა ჩვენი გუნდის წევრია, ადამიანი, რომელიც აკეთებს იმ საქმეს, რომ ახლა ყველას გესმით ჩვენი არტისტების, ამ ადამიანს აქვს დაბადების დღე და მინდა ყველამ ერთად მივულოცოთ. ასე რომ ძალიან გქონთ, კაცხელი არ შეუშალოთ დაბადების დღეზე მაინც. მეტი ხმაურია პირველი გათამაშება ჩემს YouTube არხზე, ვათამაშებ 13 აპრილს მონოჰოლში, Fall Flows event-ის 2 ბილეთს. აუცილებელი პირობაა გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარი და 12 აპრილს რენდომაიზერით ავარჩევ ერთ ადამიანს, რომელსაც გადაეცემა ეს 2 ბილეთი. აუცილებელია ამ 13 აპრილს, როდესაც შევხვდებით, დამიდასტუროთ, რომ მართლა თქვენ ხართ გამომწერი, მართლა თქვენი აკაუნთია და უბრალოდ გადმოგეცემათ 2 ბილეთი. მოკლედ შევხვდებით 13 აპრილს მონოჰოლში.